მოგესალმებით, მე გახლავართ ლევან ებრალიძე, კერამიკის სახელოსნო ებრას ხელმძღვანელი. დღეს ვიმყოფებით ჩვენს ახალ შოურუმში, ფანჯიკიძის 3B ნომერში და სტუმრად გვყავს სამზარეულოს ომების გამარჯვებული, ყოველსათვის საყვარელი, ცნობილი მოცეკვავე ჭანო. სალამი ჭანო. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ჩვენთან ხარ. დღეს შევეცდებით ჭანოსთან ერთად რომ შევქმნათ თიხისგან რაიმე ნაკეთობა, რასაც რა თქმა უნდა ჭანო ისურვებს და ნახოთ რა გამოგვივა. ჭანო, ესე იგი თიხას ძალიან კარგი თვისება ის აქვს, რომ შეზღუდული არ ვარ პრაქტიკულად ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, რაც გიჩნდება მომხდეს ადამიანს. შენ შემოქმედებასთან შორს არ მონებრივია. თუ რამე იდეა გაქვს, აი ხალ ეს როგორც სუფთა ფურცელი ასე ვთქვათ, ისე არის ხლა ეს გამყელებული თიხა, რომელსგანაც ნებისმიერ რამე შეიძლება გამოიჭრას ან გამოიძერწოს და თუ რამე იდეა გაქვს, რომ გავაკეთოთ, გითხარი და შევასრულოთ. იდეა ბევრი მაქვს, ამდენად შევასრულებ, არ ვიცი, მიხარია რომ როგორც გამოვალწია და აი ძალიან მალე გამოიყურება ნებისმიერი ნივთი, რომელიც აღწევს, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმანეთმა, რომელიც შედარებით ჩემის აზრის ოღონდ ცოტა მარტივად გასაკეთებელია და თან რაღაცნაირად ჩემ პროფესიას, ჩემ ხელოვნებას, ან ჩემ ცეკვას ვიცხოვრობ, მაგას ხო შეიძლება რომ დაუკავშიროთ და თქვენი აზრიც მაინტერესებს რა. ანუ აი ეს პლეილისტა, აი ეს ვთქვათ, რომელიც გავს, შეიძლება რომ დავამოწესოთ ქართულ ჩოხას მაგალითად. რა თქმა უნდა, ახლა ამას სხვანაირი მოხატულობა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ფორმიდან გამომდინარე შეიძლება გადავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ჩოხად. ბაზარს ხო თიხა ამის საშუალებას, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გადავაკეთოთ. კი ბატონო, როგორც უკვე აღნიშნეთ, შეიძლება ჩოხა იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფორმა. მივამგონოთ მაქსიმალურად. ჩვენ გვაქვს წინასწარ გამზადებული შაბლონები, რომ ძირითადი მონახაზი ამ ფორმის გამოვჭრათ ამ თიხაზე და შემდეგ დეტალები უკვე თქვენს ნიჭზე იქნება, რა თქმა უნდა და ხელზე და შესაძლებლობას. ხო, აი ეგულისება ასეთი ფორმა, რომელიც შეგვიძლია. ეს არის ანუ თარგი, ხო, შაბლონი. ხო, თარგი კი ბატონო ეგრე გამოდის. ესე. გამოჭრისთვის ვიყენებთ დანას ინსტრუმენტ სპეციალურს, კი ბატონო, რომელსაც შემოვატარებთ. ძალიან მეჭის ხოლმე პირველი ნაბიჯის გარდა. ეს ჩვეულებრივად მარტივად შემიძლია ჩაწერო. ხო, ანუ ეს სილუეტი ასე ვთქვათ, რომ შემოვავლოთ. თიხა განსაკუთრებული მასალაა. სანამ საბოლოო სახით მივიღებთ კერამიკას, ძალიან მრავალფეროვანი გზის გავლა უწევს ამ საწყისი ეტაპიდან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ფილმი რო არის მეხუთე ელემენტი გახსოვთ, ალბათ ოთხი ელემენტი არის მიწა. ჩემი საყვარელი ფილმია სხვა. ჩემიც მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, რომელიც მე მეხუთე ელემენტს უკავშირდება ნუ ფილმში, ხო? კერამიკაშიც ესეთი ამბავია რა, თიხა იგივე მიწა არის ბუნებრივია, რომელიც იხსნება წყალში, შემდეგ ჰაერზე შრება და ბოლოს ცეცხლში იწვება, რომ გარდაიქმნას კერამიკად, ეს მეტამორფოზა მოხდეს. ხოლო ამ შემთხვევაში მეხუთე ელემენტი თქვენ გამოდიხართ. იმიტომ რომ რთული უნდა შთაბეროთ ამ ყველაფერს. და მიცეთ სიცოცხლე. რაღაცა საბოლოო ვიზუალი მივიღე. საბოლოომდე ჯერ შორს ვართ, მაგრამ ძირითადი ფონი ასე ვთქვათ, ზათ არის, რომელზეც ახლა უნდა განსაზღვროთ, რას გავაკეთებთ, ანუ დეტალები, რითი მივამგონებთ ჩოხას. თქვენ ჩემზე კარგად იცით, ხო ჩოხა როგორ გამოიყურება და წინასწარ ვთქვათ, რაღაც აღნიშვნები გავაკეთოთ, აი სატრა. მაგარი კილები მოუხდება ახლა. აი ეს ჩვენ ტრადიციულ ჩოხას ახასიათებს. რაღაც აი ამ ნაწილში ვფიქრობ. გამონაწილოთ, მაგალითად, სამი ვერ შევხედოთ, ხო შეიძლება დამატება შემდეგ. კი, რა თქმა უნდა. თიხის კიდევ ერთი კარგი თვისება ეს არის, რომ ყოველთვის შეიძლება შეცვლა, ვთქვათ, ქვისგან განსხვავებით.
მე უკვე ქილები მოგიმზადეთ ამასობაში, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი რა ადგილას მივაწებებთ, როგორ თქვენ განსაცდელთ, რომ მაგრამ დავდებთ და ნახოთ, ალბათ მოგეწონება. ფორმები გამოყვანილია. კი ბატონო. ასე თუ ისე ჩოხას დავამშვიდობთ. ამ ეტაპზე, რაც ძერწვის პროცესში იყო გასაკეთებელი, გაკეთდა. ეს ხლა გაშლება, შემდეგ აივლის პირველ გამოწვას და გახდება მყარი, ასე ვთქვათ. რომელიც უკვე აი რო გამოვუწევთ პირველად, შემდეგ უკვე დაფერვას მოვახდენთ, სასურველ ფერს მივცემთ და გამოვზადოთ მეორე გამოწვისთვის, რასაც მოჭიქულებას ვეძახით. ანუ ამოევლება ჭიქურის სითხეში და მეორე გამოწვის შემდეგ ზედაპირი დაიფარება თხელი შუშის ფენასავით, რაც ფერსაც გამოაჩენს, დაცულიც იქნება და უკვე საბოლოოდ დასრულებული იქნება, როგორც სხვა ნამუშევრები. კი ბატონო. კარგი, მაშინ მოხატოთ მე განდობთ. მე ხა დღეს რაც გავაკეთე, ჩემი მაქსიმუმი ეს არის მე მგონი, მაგრამ სიამოვნები დავუთმობთ დროს რაღაც. ჩვენ სახელოსნოში ვატარებთ მასტერ-კლასებს, შეგიძლიათ თქვენს მოგზანდეთ სხვა ნამუშევრებიც, იმიტომ რომ აგერ ჩანს აშკარად, რომ ნიჭი არა მარტო ცეკვაში გაქვთ, არამედ ამ საქმეშიც და შეგვიძლია გავაგრძელოთ სხვა ნებისმიერი, რაც მოგესურვებათ. ჩემთვის თავის მოხატვიანად და ყველაფერად. მოკლედ მე დავასრულე. მოხატვას ნამდვილად მე განდობთ, ეხლა არავინ ახლა პასუხის გამოვაჩენ თავზე. ამაზე უკეთ არ გამომივიდა უბრალოდ, მაგრამ სიამოვნებით ვстиდი ორჯერ სამჯერ, იმიტომ რომ ძალიან კაი პროცესი იყო რა. არ არის პრობლემა, ჩვენ ვატარებთ ვორქშოპებს ჩვენ სახელოსნოში, შეგიძლიათ მობრძანდეთ. ეს თქვენ ნიჭი გადმოსცეთ სხვა ნამუშევრებშიც, მეჭირადად მრავალჯერადად როგორც მოისურვებთ, არ არის პრობლემა. სადაც დაფერვასაც და სხვა ტექნიკებსაც შეისწავლეთ თქვენს და ნებისმიერი მსურველი, ვინც მოინდომებს, დიდი მადლობა მას გესტუმრებით. ხოლო თქვენი ნამუშევრის საბოლოო სახეს მაყურებელი ვიდეოს ბოლოს ნახავს. მეც ძალიან დიდი ინტერესი ზღვა, მაგრამ მაინტერესებს რა გამოვიდა. კი, საბოლოო სახე ყოველთვის საინტერესოა.